დღეს 22 ოქტომბერია, მოგეხსენებათ, რომ 22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა, იმედის დილა ტრადიციულად წელსაც უერთდება ამ თარიღს და ახლა თამარ ბუბაშვილი სტუმრებთან ერთად შემოგვიერთდება იმედის ეზოდან. თამარ, დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, იმედის ეზოდან გიერთდებით და ტრადიციულად წელსაც ჩვენს ეზოს კიდევ რამდენიმე ნერგს შევმატებთ. მართალია, იმედის ეზო საკმაოდ გამწვანებულია, ლამაზია და ეს ჩვენი მებაღის იოსების დამსახურებაა, თუმცა წელიწადში ერთი დღე შეიძლება რომ ჩვენს ცოტა მივეხმაროთ და ჩვენს გავამწვანოთ ჩვენი ეზო. ხედავთ ალბათ კადრში, რომ დილიდან იმედის დილის ჟურნალისტები ჩართულები არიან აქტიურად, როგორც ყოველ წელს ამ აქციაში და ასევე რა თქმა უნდა გვყავს სტუმარი ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენელი გიორგი მამადაშვილია ჩვენთან ერთად. პირველ რიგში ბატონ გიორგისთან ერთად დავიწყებთ საუბარს, მანამდე ცოტაც შეემატება რამდენიმე ნერგიც ჩვენს ეზოს. ძირითადად ჩვენ ახლა გვაქვს წიწოვნები. რა ამ პერიოდის განმავლობაში რა სახის ნერგების დარგვა ჯობია, რომელი არის უკეთესი? მოგესალმებით პირველ რიგში, გილოცავთ 22 ოქტომბერს, რომელიც არის ხის დარგვის საერთაშორისო დღე. დიდი მადლობა ამ დღეობაში ესე აქტიური ჩართულობისთვის და მინდა გითხრათ, რომ შემოდგომა სექტემბრის ბოლოდან არის საუკეთესო პერიოდი ნერგების დარგვისთვის, განსაკუთრებით წიწონებისთვის და ასევე ფოთლოვნებისთვისაც. ანუ ამ პერიოდის განმავლობაში ყველაფერი შეგვიძლია რომ დავრგოთ, აი პატარა ყვავილებიც გვაქვს აქ, ანუ ეს მათი დარგვაც შესაძლებელია. დიახ, ამ შემთხვევაში თქვენ შერჩეული გაქვთ მცენარე იეჟუჟუნა, რომელიც განსაკუთრებით შემოდგომა ზამთრის პერიოდში საუკეთესოა დარგვისთვის. და რა პერიოდამდე შეგვიძლია დარგვა ნარგავების, აი სექტემბრის ბოლოდან, თქვათ, აი რა დრომდე? საუკეთესო პერიოდი არის სწორედ ოქტომბერი, საუბრობთ ამის გამო შეირჩა ეს საერთაშორისო დღე, რადგან ამ პერიოდში მცენარე ჯერ კიდევ აქტიურია და გადადის ნელ-ნელა მოსვენების სტადიაზე, შესაბამისად, ნებისმიერი გადარგვის პროცესი ნაკლებ სტრესს აყენებს მცენარეს. ბატონ გიორგი, ხშირად არის ხოლმე, რომ აი მაგალითად წიწოვნებს ცდილობენ, რომ სახლში გაახარონ, მეც მქონია რამდენიმე ნერგი, ქოთანში ნაძვის, ფიჭვის ან სხვა წიწოვნის გახარება. რამდენად არის შესაძლებელი? ცხადია, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყველას გვინდა, რომ სახლში ჩვენს კარმიდამოში გქონდეს თუნდაც აივანზე წიწოვანი მარადმწვანე მცენარე ქოთნებში, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც ისინი იზრდებიან, უკვე საჭირო ხდება, რომ გადაირგოს ღია გრუნტში. ანუ საბოლოოდ მაინც უნდა გადავრგოთ, ხო, ღია გრუნტში. მოვლა აი სანამ მაგალითად ქოთანში გვაქვს ეს წიწოვნები, როგორ უნდა მოვუარო ზამთარში ან თქვათ იგივე სიცხეში გარეჯობია, შემოვიტანოთ თუ აი ასევე მორწყვაც როგორ ხდება? ეს დამოკიდებულია კონკრეტული მცენარის სახეობაზე, ზოგს უყვარს პირდაპირ მზის სხივი, მორწყვას რაც შეეხება, იქიდან გამომდინარე ქოთნის სიდიდე რა არის, შესაბამისად შეიძლება კვირაში ერთხელ იყოს საჭიროება მორწყვის, შესაძლოა ორ კვირაში ერთხელ. თან დამოკიდებულია ასევე იმაზე, თუ რა ექსპოზიციაზეა, თქვათ, ჩვენი აივანი, დილას ადგება მზე, შუა დღეს თუ მთელი დღის მანძილზეა პირდაპირ მზის სხივი. ანუ კონკრეტულად იმ სცენარის მიხედვით უნდა გავაკეთოთ. ბატონ გიორგი, მე კიდევ დაგიბრუნდებით. თქვენ ახლა მინდა რომ გადავინაცვლოთ ჩვენს ჟურნალისტებთან, რომლებსაც არ ამგონია რომ გაჭირვებოდათ ხეების ჩარგვა, იმიტომ რომ უკვე აქტიურად ყოველ წელს ერთად ურგავთ ხოლმე ამ ხეებს და ყველამ ვიცი და მუდმივად ვსაუბრობთ იმედის დილაში იმის შესახებ, რომ გამწვანება, მწვანე საფარი, ტყე რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ადამიანებისთვის, არა მხოლოდ ადამიანებისთვის, იმიტომ რომ ტყე ბევრი ცოცხალი ორგანიზმის საცხოვრებელი სახლია და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებისთვისაც და ვინ თუ არა თამარ კობახიძე, რომელმაც ძალიან კარგად იცის, იმიტომ რომ უკვე დიდი ხანია კვირაში ერთხელ გვიერთდება ხოლმე სამედიცინო რუბრიკი და მუდმივად ჯანმრთელობაზე საუბრობ შენ და კიდევ ერთხელ გითხარი, რატომ არის ჩვენი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი მწვანე საფარი? მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. მოდი დავიწყოთ თავარი ფრაზით. მწვანე საფარი არის ჟანგბადი საბადო. შეიძლება ასეც კი ვთქვათ, რადგან მწვანე საფარის დახმარებით ჰაერში იფილტრება მტვერი და ტოქსიკური ნივთიერებები, რაც ბუნებრივია, ამცირებს ისეთ დაავადებას, როგორიც არის ასთმა. რა თქმა უნდა, პირდაპირ მოქმედებს ჩვენი ტვინის მუშაობაზე, ჟანგბადზე, იმისთვის რომ ჩვენმა ტვინმა იმუშაოს, აუცილებელია მივიღოთ სუფთა ჟანგბადი.
და ძალიან ისიც უნდა დავამატო, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის გამწვანება, იმიტომ რომ როდესაც ბუნებაში გავდივართ, ვისვენებთ ეს ჩვენს განწყობაზეც კარგად მოქმედებს. და თამარ სხვათაშორის ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორებმა 2019 წელს ძალიან საინტერესო კვლევა ჩაატარეს, შეისწავლეს იმ ადამიანების ჯანმრთელობა, რომლებიც ცხოვრობდნენ გარემოსთან ახლოს და აღმოჩნდა, რომ მათი ტვინი ორმაგად კარგად მუშაობს, რადგან ჟანგბადი სწორად მიეწოდებოდათ. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. ქეთევან ბუდაღაშვილთან უნდა გადავინაცვლო, იმიტომ რომ ჩვენც ხშირად გვისაუბრია ხოლმე ამ საკითხებზე და იმ პრობლემებზეც, რაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ექმნება ხოლმე ტყეს. პირველ რიგში დარგვა ხوار გაგიჭირდა. დილამშვიდობისა. არა, თამარ ბუბაშვილის დახმარებით და მხარდაჭერით ძალიან ხშირად ვრგავთ ხოლმე ხეებს და მადლობა თამარ შენ ამისთვის. ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული ფასეულობის ბუნებრივ რესურსს რომ წარმოადგენს ტყე, ამის შესახებ ბევრს აღარ ვისაუბრებ, თუმცა ვინც არ იცის, სხვათაშორის საქართველოს მთლიანი ტერიტორიის დაახლოებით 40% დაფარულია ტყით, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 27%-ია. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი პრობლემა ჰქონდა საქართველოს ტყეებს, მაგალითად 90-იან წლებში გაიჩახა დიდი ნაწილი, გარკვეულ პერიოდში მავნებელმა დააზიანა ნარგავების ნაწილი, გვახსოვს დიდი ხანძრებით საქართველოში, ხო, მაგალითად ბორჯომის ხეობაში, ზაფხულში, რომ ტემპერატურის მატებასთან ერთად რისკიც უფრო მეტად იზრდება ტყის ხანძრების, ამიტომ ამ პირობებში კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რომ გავუფრთხილდეთ ტყის საფარს და სამოქალაქო პასუხისმგებლობიდან იწყება, მე მგონი, ყველაფერი. აი, გოდერძი მე ვიცი, რომ თავის ეზოში ძალიან ხშირად რგავს ხოლმე ხეებს და ყვავილებს. ჯერ ტატიშვილი რატო არაა ჩვენს გვერდით, ეგ მითხარი. ტატიშვილი ვიღაცა სახლში უნდა დარჩენილი. კარგი, ეხლა მე ჩვეულებრივ როგორც ცნობილი გამოჩენილი მებაღი კონკრეტულ რეკომენდაციას მოგცემთ. კაი, ერთია რომ დავრგოთ, მაგრამ როგორ უნდა დავრგოთ? მაგალითად, ამ ყვავილს როცა კონტეინერიდან იყიდით და ამოიღებთ, სანამ ჩარგავთ, ნახეთ, ცოტა ქვემოთ უნდა ეს მოაშოროთ, რომ ფესვებმა თავისუფლად გაიხაროს მიწაში. ჩარგვის შემდეგ თუ პატარა სასუქს მიახმართ, რომელიც მას დეპრესიიდან გამოსვლაში დაეხმარება, თლა უკეთესი იქნება ჩემო. ყვავილის სახელით ვთქვათ ია ჟუჟუნა. ძალიან დიდი მადლობა. ნინო, შენ თუ გაქვს გამოცდილება? იცი რა, გამოცდილება მაქვს იმ კუთხით, რომ ტყის მცველების სტატუსი გვაქვს გოდერძის და მე და კიდევ არაერთ ადამიანს ამ სტატუსით ჩვენ ძალიან ვამაყობთ და ხშირად გავდივართ ტყეებში და ვცდილობთ დავასუფთავოთ ის გარემო, რომლითაც ჩვენ ვიკვებებით და რომლითაც ვიღებთ უმნიშვნელოვანეს ჟანგბადს. აი, რაც მაწუხებს არის ეს, რომ ძალიან ხშირად ხდება თანაგვიანებული გარემო და ამიტომ ყველას უნდა მოვუწოდოთ, ყველას უნდა ვთხოვოთ, რომ გაუფრთხილდნენ ტყეს, გაუფრთხილდნენ იმ გარემოს, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და ვიმყოფებით, იმიტომ რომ არ უნდა დანაგვიანდეს ეს გარემო. ტყე შეუნახე შვილებს, უნდა მოუაროთ ამ გარემოს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ნამდვილად და ჩვენ აქ ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა პრობლემა ჰქონდა საქართველოს ტყეებს, მათ შორის ხანძრები ბორჯომში ბოლო პერიოდის განმავლობაში, ბოლო რამდენიმე წელი ძალიან დიდი რაოდენობით ჰექტარი განადგურდა. დღეს რა მდგომარეობაშია საქართველოს ტყეები და აღდგენა რამდენად ექვემდებარება ეს ტერიტორიები აღდგენას და როგორ პროცესი რა ეტაპზეა? ეროვნული სატყეო სააგენტო აღნიშნულ საკითხზე მუდმივ რეჟიმში მუშაობს, ყოველწლიურად ახორციელებს მონიტორინგს, ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებებს და ხდება ასევე ძალიან აქტიურად მოულაღდგენით სამუშაოები, განსაკუთრებით იმ ტერიტორიებზე, რომლებიც დაზიანდნენ სხვადასხვა გარემოების შედეგად. ეს იყო ხანძარი, დეგრადაცია, სანიტარული ჭრები, გარკვეული მავნებელ დაავადების მიერ გამოწვეული და ასე შემდეგ. აქტიურად მიმდინარეობს დარგვით სამუშაოები და ხდება ბუნებრივი იერსახის დაბრუნება ტყისთვის. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მნიშვნელოვანია და დღევანდელი დღეც იმის შეხსენება კიდევ ერთხელ, რომ რამდენად მნიშვნელოვანია მწვანე საფარი ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის და რომ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ და კიდევ ერთხელ თუნდაც ერთი ხე, ერთი ყვავილის დარგვაც ალბათ საკმარისი იქნება. ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ნერგი გვაქვს და მალე ჩვენი მებაღე შემოგვიერთდება და გავაგრძელებთ იმედის ეზოში ამ ნერგების დარგვას, თუმცა მაყურებელს დავემშვიდობებ და წარმატებულ დღეს გისურვებთ. დიდი მადლობა, ეს იყო თამარ ბუბაშვილი, რომელიც სტუმრებთან ერთად გვერდთვებოდა და არა მარტო სტუმრებთან, მასპინძლებთან ერთადაც გვერდთვებოდა იმედის ეზოდან. დღეს 22 ოქტომბერია, ხის დარგვის საერთაშორისო დღეა და ჩვენც რა თქმა უნდა შევუერთდით ამ დღეს.